საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. დოკუმენტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ის ევროპარლამენტში 5 პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციების პროექტებს აერთიანებს. პროექტში კრიტიკულად არის შეფასებული 26 ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა დასკვნებთან ერთად ავტორები ეყრდნობიან სალომე ზურაბიშვილის შეფასებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები დაგმო. ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. აქვე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად. ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა. პროექტის თანახმად ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დააწესონ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და მისი კომპანიების მიმართ. პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხება თანამდებობის პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერს, მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მოსამართლებსა და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს, მედია საშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია იმედის, პოსტივისა და რუსთავიორის ფლობელებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს. პროექტის თანახმად ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს დაუწესონ სანქციები ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნატია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკა რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მოროსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუკიძეს. რეზოლუციის პროექტში საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ არის მოხსენიებული არალეგიტიმურად, თუმცა პარალელურად ამავე რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი და დაუბრუნდეს ქართველი ხალხის ნების განხორციელებას დემოკრატიული რეფორმებით. ამასთან პროექტის მიხედვით თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 120 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიისთვის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეჩერების ფონზე მოუწოდებს კომისიას დაუყოვნებლივ გააძლიეროს ამ ჯგუფების მხარდაჭერა.